შუადღე მშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და სანამ ჩვენს შემდეგ სტუმარს წარვადგენ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ მას საკუთარ სოციალურ გვერდზე ანოტაციაში აი ასე უწერია გულით და პროფესიით მოგზაური და დიახ მოგზაურობა სწორედ აი ამ ორ აუცილებელ პირობას გულისხმობს, ან გულით უნდა გინდოდეს, ან უნდა იყოს შენი პროფესიული ვალდებულება და ბლოგერ ხათუნა ხმელეთის შემთხვევაში ეს ორივე გაერთიანდა შეიძლება ითქვას და სწორედ მისგან მივიღებთ ახლა ძალიან სასარგებლო საინტერესო რჩევებს, რეკომენდაციებს. პირველ რიგში მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად და უნდა ვისაუბროთ ისეთ სასიამოვნო თემაზე, როგორიც არის მოგზაურობა და რაც ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ განტვირთვის, დასვენების, თავგადასავლების, შემეცნების, იგივე ახალი კულტურის შეცნობის, გარემოსთან ადაპტირების ძალიან კარგი საშუალებაა და რაც ასე ძალიან გვჭირდება, მე ვიტყოდი, გადატვირთული წლის ბოლოს, ხო? დავიწყოთ საუბარი, მაგრამ ვიდრე რეკომენდაციებს გაუზიარებდეთ ჩვენს ტელემაყურებელს, მე პირველ რიგში მაინტერესებს შენ ცხოვრებაში როგორ შემოვიდა მოგზაურობა და შენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოგზაურობა არის ყველაზე განსაკუთრებული რამ ჩემს ცხოვრებაში, რაც ხდება და ალბათ დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი, რომელიც კი არის ჩაფლული რუტინულ სამუშაოში და არ აქვს მნიშვნელობა, ოცნება და აქვს ყოველთვის სადღაც მაინც წავიდეს და ნახოს რაიმე კონკრეტული ქვეყანა. უმეტეს შემთხვევაში, რაც ადამიანები მოდიან და ხვდები ხოლმე, ვუნებიან, რომ აი როგორ ვოცნებობ, რომ აი სადღაც აი აქ წავიდე. ჩემს შემთხვევაში დაიწყო ძალიან საინტერესო ერთ დღეს მივხვდი, რომ აღარ შემეძლო იმ გარემოს ატანდა გაზლება, სადაც ვიყავი და მჭირდებოდა წავსულიყავი ახალ გარემოში, სადაც გავიგონებდი სხვა ხმას, ვნახავდი სხვა ადგილებს და ვიგრძნობდი, რომ შორს ვარ იმ ყველაფრისგან, რასაც თქვია, ვალდებულება და პასუხისმგებლობები და ეხლა დღემდე მახსოვს, რომ ეს ქვეყანა იყო ვინა და ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც შეცვალა ჩემი იმ მომენტში არსებული განწყობაც და შენ ცხოვრების სტილი გახადა შეიძლება. ზუსტად იქ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დრო იყო ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავი და ეს ყველაფერი ის ემოცია რაც მე მივიღე, გამიზიარებია სხვა ადამიანებისთვის და გამიხადა ეს ყველაფერი პროფესია. და ამასობაში დაგროვდა ეს ცოდნა, გამოცდილება და ხო, მაგრამ პირველი ალბათ მაინც პირველს განსაკუთრებული ადგილი ექნება, ალბათ რაც არ უნდა ნახოს აწი. აი, ნამდვილად. და ამიტომ ვფიქრობ, რომ როცა ადამიანები მიდიან სამოგზაუროდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ემოციით წახვალ ამ ქვეყანაში. რა იცი ამ ქვეყანის შესახებ, იმიტომ რომ ჩახვიდე უბრალოდ გადაიღო ლამაზი ფოტოები და დაათვალიერო ადგილები, ეს არ გიტოვებს შინაგანად არანაირ განცდას, მაგრამ შენ თუ წასვლამდე მოახერხებ გადაამოწმო მნიშვნელოვანი ლოკაციები. ნახო რა არის ამ ადგილზე განსაკუთრებული და იქ ჩასული ემოციით ჩახვალ, მთელი სურვილებით, გრძნობით აი ამ ადგილებს. განუბრალოდ ნახავ იგრძნობ და გაითავისებ სრულიად სხვა ეს ამ ტიპის ინფორმაცია აჩენს ალბათ შემდეგ განსაკუთრებულად მძაფრ სურვილს, რომ სწორედ იმ ლოკაციაზე, იმ ადგილზე მოხვდე და ის ყველაფერი საკუთარი თვალით ნახვა. ხოლო შეგახსოვს შენ რომელი იყო შენი რომელ ქვეყანაში იყო პირველი ვიზიტი? არა, პირველი ვიზიტი ჩემი მშობლების, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არ იყო სასიამოვნო, იმიტომ რომ პაკისტანი იყო და წელიწად ნახევარი გავატარე, თუმცა თავისი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეხა, როდესაც მოგზაურობა არის ის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ცხოვრების, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 1998 წელი საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატი. წარმოუდგენელი რამ იყო პირველი ხო წარმოიდგინე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის გულშემატკივარ იმათმა მოიგეს და ნუ აი სასწაული აღნიშნის ფორმა მე რომ გამოდიხარ გარდა კი რა თქმა უნდა და მაგას დაერთო კიდე ერთ სიტყვი ძალიან მოკლედ 10 წამს ჩავეტევი მაგას დაერთო ის რომ რეალურად სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე პირველი ასეთი მასშტაბური მივლინება იყო და ესე ძალიან მაგარი იყო. ნამდვილად. ზუსტად რაც თქვი წერა. რაც ადამიანები არჩევენ ხოლმე სამოგზაურო ადგილებს, ხშირ შემთხვევაში არასწორად არჩევენ და გონიათ ხოლმე რომ აი რომელიმე ინფლუენსერმა დადო აი იმ ლოკაციაზე და იმეც მინდა რომ იქ წავიდე. სინამდვილეში ყველაზე კარგ დასვენებას განტვირთვას ჩვენი ტვინი აკეთებს მაშინ, როცა მივდივართ იმ ადგილზე, სადაც სიამოვნებას ხვებულობთ. როცა არ მივდივართ იმისთვის, რომ სადმე დავჩექინდეთ აი ინსტაგრამული ადგილებისთვის რო არ მივდივართ. მივადექით ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, ესე იგი შეიძლება ითქვას, ზუსტად ამიტომ ხათუნა გადავწყვიტეთ დღეს ჩვენი გადაცემის ნაწილი ყოფილიყავით და ეს რჩევები და რეკომენდაციები მიგვეცათ ჩვენი ტელემაყურებლისთვის და აი რა როგორ უნდა დავგეგმოთ სწორად ჩვენი მოგზაურობა, როგორი არის რჩევები
დარჩევები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში, აი შეგვიძლია რომ ესე ფეხდაფეხ მიუყვეთ ამ ერთგვარ ინსტრუქციას. ხო, მით უმეტეს ვიცით რომ არსებობს უამრავი ძალიან ცნობილი საკმაოდ სანდო პლატფორმა, საიტი, სადაც შეგვიძლია რომ იგივე ბილეთები შევიძინოთ შედარებით დაბალ ბიუჯეტში, გარდა ამისა არსებობს ფასდაკლებების, ასე ვთქვათ, საშუალება, როგორ უნდა მივიღოთ ინფორმაცია იგივე მასთან დაკავშირებით, რა უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, აი ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაუზიაროთ მაყურებელს. მოდი დავიწყოთ ყველაზე მარტივი. იმ შემთხვევაში თუ კი გვინდა რომ ვიმოგზაუროთ და მოდი ყურადღება გავიმახვილოთ, დავიწყოთ ბიუჯეტური მოგზაურობით. იმიტომ რომ თუ კი ბიუჯეტში შეზღუდული არ ვართ, ბევრად მარტივია დაგეგმვა მოგზაურობის, მაგრამ თუ კი გსურს რომ ვიმოგზაუროთ შედარებით ბიუჯეტურად, თან მით უმეტეს თუ მივიდართ ოჯახთან ერთად, პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ფრენის ბილეთები და აღნიშნეთ სწორად. არის საკმაოდ ბევრი საიტი, მათ შორის არის Skyscanner, Bookflight, სადაც შეგვიძლია ვიპოვოთ შედარებით უფრო მარტივად ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთი. შეიძლება ჩვენ მოგზაურობის დაგეგმვა გვინდოდეს ივლისში, მაგრამ აღმოვაჩინოთ, რომ ივნისში ბილეთების ღირებულება მიმართულებაზე, რომელიც ჩვენ გვსურს, არის 2-ჯერ ან 3-ჯერ უფრო მეტად ნაკლები და ამის გათვალისწინებით ჩვენ შევცვალოთ ჩვენი გეგმები. ეს საიტები არის ძალიან კარგი. თუ კი თქვენ ინდივიდუალურად გსურს რომ დაგეგმოთ მოგზაურობა, ნამდვილად სანდო არის თითოეული მათგანი, თუმცა მნიშვნელოვანი მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ არ შევიძინოთ ბილეთი გადამყიდველ საიტზე. ყოველთვის ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ შევიძინოთ ოფიციალურ საიტზე და რატო? სამწუხაროდ, ბევრ მიზეზთა გამო ფრენები ხშირად იდება ხოლმე და არის გაუთვალისწინებელი ხარვეზები და თუ კი ბილეთი შეძენილი გექნება არაოფიციალურ საიტზე, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ შემდგომ ამ ბილეთის შეცვლაზე, გადაცვლაზე შეგვექმნას რაიმე ტიპის პრობლემა. ასე რომ ყოველთვის ყურადღება უნდა გავამახვილოთ უსაფრთხოებას. ასევე გვაქვს ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც საქართველოში არის ხელმისაწვდომი, ეს არის Booking.com, რომელიც არ ვიტყვი რომ არის საუკეთესო გზამისთვის, რომ იპოვო ყველაზე დაბალ ბიუჯეტური სასტუმრო ან ჰოსტელი, სადაც გაატარებ შენი მოგზაურობის პერიოდს, თუმცა არის ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გზა იმისთვის, რომ გადაამოწმო კონკრეტული სასტუმრო თავისი რევიუებით, შეფასებით, თუ როგორი კმაყოფილი დარჩნენ ადამიანები, რომლებიც უკვე ამ სასტუმროში იყვნენ. რა მოიწონათ და რა არ მოიწონათ და მათი გამოცდილების, გათვალისწინების შემდგომ შენ მიიღო გადაწყვეტილება, სურს თუ არა კონკრეტულად ამ ადგილზე წასვლა. და არჩევ შენი სურვილის მიხედვით. ანუ ზოგადად როცა მიდიხარ ევროპის ან ნებისმიერ ქვეყანაში, ლოკაციების მიხედვით არის განაწილებული სანახაობები. სულ რამდენიმე თიცე ჩამოსათვლელი ქვეყანა არის, ისეთი, სადაც ცენტრში არის ყველა სანახაობა თავმოყრილი და გასვლა არ გჭირდება. აი თუნდაც საფრანგეთი, ხო? რამ ვერსალი, ძალიან შორსალი დისნელი, ანუ საკმაოდ შორსე. დამოკიდებული არის იმაზე, რისი ნახვა გინდათ ამ კონკრეტულ ქვეყანაში. ინტერესს რა მოიცავს? ეს არის თავი და იმის დამიხედ უნდა დაგეგმო რა თქმა უნდა. და რაღაცა ამას შევეხეთ ძალიან მასიურად ხდება ხოლმე, რომ შერ შემთხვევაში სხვა ადამიანების გამოცდილებას ვეყრდ, იმიტომ რომ აი მაგალითად ვეკითხებით მეგობარს არ ნახულობთ რჩევებს, რომ აი თქვენ სად გაატარეთ საუკეთესოდ და აი მაგის მიხედვით თქვენ ვზღალნიათ. ყველა ადამიანს გვაქვს განსხვავებული ინტერესები. ვიღაცა ინტერესებს სპორტი, ვიღაცა ინტერესებს ხელოვნება, ვიღაცა საინტერესებს სრულიად სხვა მოდა, შოპინგი. ველა შემთხვევაში ძირითადად არის სხვადასხვა ქვეყნები, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა ერჩიოთ. დამოკიდებული არის იმაზე, რა გვინდა რომ ვნახოთ, რა გვინდა რომ ვიგრძნოთ. რა გვინდა რომ ვნახოთ, რა გვინდა რომ ვიგრძნოთ და რა გვინდა რომ დავაგემოვნოთ. ასევე აბსოლუტურად სწორია. ნებისმიერი ადამიანის მოგზაურის, ასე ვთქვათ, თავარი სურვილი უკავშირდება იმას, რომ სოფლიოს რიგ წერტილებში, ადგილებში დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულო, ხო და ეს ავთენტური გემოები გაიგოს და ბიუჯეტური კვება მართლაც ერთ საკმაოდ პრობლემური საკითხია და სად უნდა ვიკვებოთ გემრიელად და თან ბიუჯეტურად ხაცნა. სხვათა შორის ადამიანები ხშირად ამ შემთხვევაში როცა საქმე ეხება კვებას, უშვებენ პატარა შეცდომას. რატომღაც გონიათ, რომ ლამაზად გამოპრანჭული კაფე, ბარები ან რესტორნები ბევრად უფრო მეტად უკეთესია სინამდვილეში. როცა მივდივართ სამოგზაუროდ, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ყველაფერი ისტორიის ნაწილი არის და როცა მივდივართ, კვებაც მათ შორის უნდა იყოს საოცრად საინტერესო და არ უნდა იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ დავნაყდე. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ 5 კონტინენტზე ვარ ნამყოფი 23 ქვეყანაში, ვფიქრობ, მაქვს გამოცდილება საიმისო, რომ გაუზიარო ჩვენს მაყურებლებს და უთხრა, რომ ყველაზე გემრიელი კერძები გამისინჯავს ადგილობრივ პატარა კაფე რესტორნებში, რომელიც სრულიად არ არის შელამაზებული ძვირფასი ჭაღი, არა. ისეთი სიმყუდროვია. ხშირ შემთხვევაში ეს რესტორნები თვლიან ბევრ წელს, საუკუნეებს და იმდენი მომხმარებელი ყავთ, რომ საერთოდ არ სჭირდებათ იზრუნონ ფასადზე. ესეთი რესტორნები და კვების ობიექტები ხშირ შემთხვევაში არის ცენტრისგან ცოტა მოშორებით, იმიტომ რომ ტურისტულ ადგილებში მაინც შედარებით ყველაფერი ძვირი არის, მაგრამ მერწმუნე
ისეთ ადგილებში სტუმრობის დროს ჯერო ყოველთვის მომსახურების სფეროში დაგხვდებიან ლოკალები, ადგილობრივები და მათთან ურთიერთობით ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ და გარდა ამისა და ბევრად უფრო მეტადაც ცდილობენ რომ გასიამოვნონ და რაღაც ისეთი შემოგთავაზონ, რაც დასამახსოვრებელი იქნება და განსხვავებული ყველაფერთან ერთად. აბსოლუტურად. ყოველთვის არის ბიუჯეტური, ბევრად უფრო მეტ ემოციას იღებ ასეთ შემთხვევაში და ნამდვილად არ არის საზღვარგარეთ კვება ძვირი. მთავარია სწორად შევარჩიოთ ადგილები. უსაფრთხოება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ვგეგმავთ ჩვენს მოგზაურობას. რა არის ის მთავარი კომპონენტები, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ? აი, რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად არ ითვალისწინებენ. ყველა ქვეყანაში, გონებ საქართველოშიც არის ესეთი უბნები, რომელსაც ღამის საათებში სასურველია რომ მოერიდოთ. ევროპაშიც მათ შორის არის ბევრი. ნუ საფრანგეთი ძალიან ცნობილია ამ კუთხით, რომ კონკრეტული უბნებია, სადაც არ უნდა მოხდე ღამის საათებში და მე თვითონაც მქონდა ამის გამოცდილება, ბოლოს კონცერტზე ვიყავი საფრანგეთში და ქალაქგარეთ იყო კონცერტი და როცა დავბრუნდი ფეხით გამოვისერდი და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი საშინელი სტრესი, იმიტომ რომ მქონდა შეგრძნება, რომ ვიღაც უკან მომყვებოდა და დისკომფორტი მექნებოდა ამით. ვიცით, რომ იტალია, რომელიც არის ზემოთ ხოვნა, საოცრად მოთხოვნით ქართულ მომხმარებლებისთვის და ძალიან უყვართ ნეაპოლში. საათები და ძვირადღირებულ საათებს რეკომენდაციას უწევენ, რომ საერთოდ არ გაიტანონ. ესპანეთში არის სამწუხაროდ ძალიან სამხრეთ ამერიკა. ნუ აქაც არის ხო ქალაქები, რომ სადაც შედარებით ფრთხილად უნდა მაგრამ ვიყოთ. ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთია უბნები, რომელსაც ღამის საათებში უნდა მოვერიდოთ და მეორე არის დღის საათებში ტურისტული ადგილები, სადაც მაგალითად რეკომენდაციას უწევენ, რომ ჩვენი ზურგჩანთა თუ კი გადავადგილდებით ზურგჩანთით, კონდეს წინ. მე საფრანგეთის შანზელიზეზე მქონდა ეს შემთხვევა, როდესაც ადგილობრივები თვითონ მაფრთხილებდნენ, რომ აუცილებლად დახურე ჩანთა, რომელიც ხარზე გაქვს ესე თავისუფლად გადაკიდებული. მრავალ ადგილებში სტაკო ისე ამოგაცლიან საფულეს, რომ საერთოდ ვერ იგრძნო და ვერ გაიგებდა, რამდენი გამწარებული ადამიანი და ტურისტი ყავთ. ქვეყნებს არ ვიტყვი, ხა სად ხდება ხოლმე ხშირად ეს ყველაფერი. აი ძალიან ცნობადი არის საშინელი სიტუაცია არის ამ კუთხით. აი ხო გეუბნები ისპანეთში ხარ გათვლაგაგ და უცებ აღარაგ არაფერი. საერთოდ დედამიწის ზურგზე. ძალიან კარგად აღნიშნეთ აკომ, რომ აი ჩანთა ყოველთვის შეკრული, სასურველია წინა მხარეს იყოს, ასევე მობილური ტელეფონები, ნუ გვექნება ისე რომ მარტივად ხელიდან წასართმევი იყოს, სამკაულები მით უმეტეს ძვირადღირებული. სასურველია რომ მოვიხსნათ და სახლში დავტოვოთ, რომ ამით მეტი უსაფრთხოება შევქმნათ, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ზედმეტად ვაჩენთ ჩვენ სიმდიდრეს, ყურადღებას ვიქცევთ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ საქმეს. შეგვიძლია რომ წელს ყველაზე მოთხოვნადი პოპულარული ტურები დავასახელოთ, ის რაც ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის 2025 წელს, მაგრამ ბიუჯეტი გავითვალისწინოთ. ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ნომერ პირველი არის იტალია და საფრანგეთი. რაც მინდა რომ ვაღიარო. ასევე აქტუალობას არ კარგავს თურქეთი, რომელიც არის განსაკუთრებით კარგი ოჯახებისთვის, ვინც ბავშვებთან ერთად გეგმავს მოგზაურობას და სურს პასიური დასვენება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი ტიპის დასვენება სურს. უნდა ნახოს მთა, ბუნება, იაროს, რაც შეიძლება ბევრი ფეხით იმოგზაუროს, რა ემოცია უნდა რომ მიიღოს. ძალიან კარგი სიახლე არის, რომ საქართველოს ცაზე დაემატა ვიზიარის გარდა კიდევ ერთი ახალი ბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც არის EasyJet და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს იმოგზაუროთ პირდაპირ ისეთ ქვეყანაში, როგორც არის შვეიცარია. თბილისიდან წავიდეთ მილანში იგივე და ძალიან ბევრ ქვეყანაში. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ პირდაპირ მიმართულებები მით უმეტეს ახალი ბიუჯეტური კომპანიები შესაძლებლობას გვაძლევს იმისას, რომ ბევრად უფრო სწრაფი, მარტივი და იაფიქსები ვიპოვოთ ჩვენი მოგზაურობის და საბერძნეთზე გამომახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ აი ეს ბოლო პერიოდი, რასაც თვალი გადავავლევ, ვფიქრობ, რომ ივნისის თვეში საბერძნეთი ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულებაა და საკმაოდ მრავალფეროვანი, იმიტომ რომ კლიმატის გადასარევია მაგრამ ივნისის თვე აღნიშნე. ივნისის თვე აღნიშნე, იმიტომ რომ ივლისში და აგვისტოში არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და ერთ პატარა რჩევასაც მიცემ ჩვენ მაყურებლებს, თუ კი ნებას მომცემთ, რომ თუ კი ჯერ არ დაგიგეგმავთ თქვენი შვებულება, იქნება ძალიან კარგი თუ კი სექტემბერსა და ოქტომბერზე ავიღებთ ორიენტირს და რატო? ვიცი რომ ძალიან არ გვაქვს ფოფუნება. ვერც მე სექტემბერ-ოქტომბერს ჩვენთვის გამორიცხულია. იმდენად დიდი კომფორტია, როცა ხავერდოვანი სეზონი, ვიცით, ბევრი ხსმენი ამის შესახებ, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ვახორციელებთ ხოლმე. აგვისტო აი ყველაზე ცხელი სეზონი. მათ შორის აი ის ქვეყნები, რომელიც ჩამოთვალე და გამოარჩიე, ვიცით რომ ხშირად არ გვირჩევენ ხოლმე, ხო? აი იტალიაში ვიცით რომ ამ დროს ძალიან ცხელა, ესპანეთი გარეთ ვერ გამოდიხარ. საფრანგეთში, ესპანეთში, თუმცა მე ვიმოგზაურდი ძალიან გამიმართლა ამ მინდებში.
კი. თუმცა მანდაც დამოკიდებულია როგორ დავგეგმავთ ჩვენს მარშრუტს, ლოკაციებთან დაკავშირებით, მაგრამ რა არის იცით რთული, მაგალითად იტალია, საფრანგეთი ისეთ ქვეყნებში, როცა მოგზაურობ, იმდენად დიდია რიგები. ამ ხელა ტემპერატურაში, როცა გადაადგილდები დისკომფორტი. და რაც გვერდჩოხათ. მაგალითად, მე ამ შემთხვევაში გირჩევდით ჩრდილოეთის მხარეს, იგივე შვეიცარია, რომელშიც უკვე პირდაპირ ფრენები გვაქვს. იგივე თუ კი ზღვის პირზე გვინდა დასვენება, მაინც კუნძულები არის ფანტასტიკური არჩევანი. ბალკანურ ქვეყნებზე რა სიტყვი, რატო არა მაგალითად ხორვატია, რომელსაც საოცარი ფანტასტიკური. არა, რატო არა. მაგრამ აი ხა სერბეთი ავიღოთ. ნუ ხორვატია კი ყველაზე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ყველაზე წინ არის ამ შემთხვევაში. ხორვატია არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი და სამწუხაროდ საქართველოში პოპულარული არ არის. კი. ამის მიზეზი არის არაპირდაპირი რეისები და მაღალი ბიუჯეტი. თვითონ ხორვატია იქ როცა ჩახვალ, როგორც პორტუგალია. სამწუხაროდ არ აქვს ინფორმაცია, რომ პორტუგალია არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ბიუჯეტური ქვეყანა, როცა ჩახვალ თვითონ იქ სამოგზაუროთ. ხორვატიაც არაჩვეულებრივი არის, სანაპირო ისტორია, ყველაფერი რაც კი შეიძლება ყველაფერი რაც კი შეიძლება გინდოდეს. მაგრამ საქართველოდან რო ჩახვიდე, გადაჯდომა ფრენებს შორის დიდი შუალედი, მაღალი ფასი და აი ეს შეიძლება ამიტომ ამ ფაქტორის გამო თავს იკავებენ. ხო, მაგრამ თაკო ხალხი ბალიზე მიფრინავს და ბორაბორაზე და ეხა ბორაბორაზე სიარულს ჯერ ვერ მიშვებს, მაგრამ ხორვატიაში ადრიატიკის სანაპირო გადასარევია. მაგრამ მოდი აქვე იმაზეც ვთქვათ, რომ რამდენად ხდება პოპულარიზება ბალის იგივე ბორაბორა ინფლუენსერები ჩადიან აქტიურად ადამიანებს უნდათ რომ მათთან ასოცირდებოდნენ და გააკეთონ ზუსტად ის რასაც აკეთებენ ისინი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი იყო, ძალიან საინტერესო იყო და ხშირად გვეწვია ხოლმე, რომ ჩამოხვა შემდეგი მოგზაურობიდან, მოდით, რომ ჩვენ ახლა აქ დაგხვდებით. დასვენებას და მოგზაურობაზე ეთერში ვილაპარაკოთ მაინც მოგვიყვები, როგორია ეგ ამბავი.